მოგესალმებით, მეგობრებო, შუადღემშვიდობის მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მოკლედ, ძალიან საინტერესო ამბებია, მიმდინარეობს მზადება MMA-ის ევროპის ჩემპიონატისთვის და ადამიანები, ვინც უნდა გვასახელოს და ჩამოგვიტანოს ქამრები, მედლები, მოკლედ ჩვენი სრული შემადგენლობით არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ნაწილი ჩვენთან ერთად არის და ახლა თქვენს და მაყურებელსაც ყველა საინტერესო სიახლეს გავანდობთ. რომელიც უნდა ვიცოდეთ. შუადღემშვიდობა. გამარჯობა. აბა ერთი ხო არის. შუადღემშვიდობის მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოკლედ გიორგი კაბულაშვილი, საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ლექსო საბანაძე 2025 წლის ევროპის და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და საბა ტუზურიძე 2026 წლის საქართველოს ჩემპიონი არიან ჩვენთან ერთად. მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობა რომ ჩვენთან იმყოფებით დღეს გადაცემაში. მოკლედ 5-დან 15 თებერვლის ჩათვლით სერბეთში, ბელგრადში იმართება MMA-ის ევროპის ჩემპიონატი, სადაც თუ სწორად მახსოვს 67 ქართველი სპორტსმენი მიემგზავრება. მოუყვეთ მოსამზადებელ პროცესზე, პროგრამა მინიმუმზე, რა მიზნებით მივდივართ და რამდენი საჩემპიონო კამარი უნდა ავიღოთ სერბეთში, ესეც უთხრათ ბარემ მაყურებელს. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ ტელემაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის, რომ მიიტანეთ გულთან ჩვენი ამდენი შრომა, ამდენი ღვაწლი, რომ ამდენი წლის განმავლობაში ამ სპორტს მივაწვევით და ვაწვევით ყოველთვის რომ განვითარებული იყო და წინ იყოს. რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა, შეირჩა რა თქმა უნდა პირველი ნომრები, ყველა პირველი ნომერი აბსოლუტურად და იქიდან მეორე ნომრები რამოდენიმე ადამიანი ყველა წონით კატეგორიაში მიემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე. იყო შეკრება სადაც წარმატებით ჩაატარეს ბეჭებმა, მწვრთნელებმა, რადგან ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა გადავხადოთ თუ ნაკრების მწვრთნელებს იმისთვის რომ ამ ბავშვებს ძალიან დიდი ყურადღება დაუთმეს და ძალიან სრულ ანუ მოსამზადებელმა პროცესმა ჩაიარა ისე როგორც ჩვენ გსურდა და სრულ ზაფხულში არიან მებრძოლი. თავარი რა ტრამები არ არის და არ არის ისეთი რამე რომ მაგალითად ევროპის ჩემპიონატი არავინ არ წავიდა და დარჩეს ტრამის გამო. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თვითონ ბიჭებიც იდეალურ განწყობაზე არიან, ფორმაში არიან, რაც შეეხება იმედები ძალიან ბევრ თითქმის ყველა სპორტსმენზე გვაქვს იმედები, რომ ჩამოვლენ ევროპის ჩემპიონები, ამაში დარწმუნებული ვარ და ასახელებენ ჩვენს ქვეყანას და კიდევ უფრო წინ განვითარდება ჩვენი სპორტის ესახეობა. კი ბატონო, მე ბიჭებთან მექნება კითხვა ბოლო პერიოდში არაერთხელ გაგვახარეს ქართველმა მებრძოლებმა, ხო UFC-ს ყველა ვადევნებ თვალს და ალბათ ჩვენი ჩემპიონების ამ განულმა გზამ კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩინა სურვილი და мотиваცია, რომ საბრძოლო ხელოვნებით დაინტერესდეს. თქვენთვის როგორც მებრძოლებისთვის ამ წლების განმავლობაში რამდენად გაიზარდა ამ ფაქტის გათვალისწინებით კონკურენცია და თუ თქვათ 5-6 წლის წინ პირობითად ვამბობ, ყავდათ 3-4 კონკურენტი თქვენ წონით კატეგორიაში, დღეს როგორ არის ეს სიტუაცია? რამდენად მეტი მსურველი არის და მეტი ძლიერი მებრძოლი გვეზრდება საქართველოში? კი, გაიზარდა. წინა საქართველოსთან შედარებით, საქართველოს ჩემპიონთან შედარებით, ეხლა ძალიან დიდი კონკურენცია იყო ყველა ზონაში. და ყველა წონებში ძალიან გაიზარდა რა. და ისედაც არ არის დიდი ხანი რაც დავიწყე სპორტი, ერთი წელიწად ნახევარია და რასაც ვაყოფ უფრო დაინტერესებულია რა ეს პატარა თაობა მით უმეტეს. ანუ შენზე შეიძლება ითქვას რომ გარკვეულწილად გავლენა თუნდაც მერაბის წარმატებამ გიგას გამოსვლებმა, ილიას ჩემპიონობამ რაღაცნაირად მაინც ქართულმა ყვალმა მოახდინა. კი და მთავარი мотиваცია ჩემი ბიძაშვილია რაულ თუთარაული. რაული ჩვენი ოქროს მებრძოლი კი ბატონო. მის დამსახურებით მოხდა ჩვენთან დარბაზში და დაიწყო ვარდიში. არანაირი სპორტი არ გადიოდა და პირდაპირ მოვიდა. მე ეჭვობა რომ ეხლა რაულს რამე სხვა არჩევანის საშუალება ჩვენთვის მოეცა, არ დაუჯერებდი და არ მორჩებოდა კარგად ეგამბავ. საბასაც უნდა ვკითხო, საბა ევროპის ჩემპიონატი არ არის პატარა ღონისძიება და ძალიან მნიშვნელოვანია მით უმეტეს როცა შენი ქვეყნის წარდგენა გიწევს. შენთვის რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა და რა არის შენი პროგრამა მინიმუმი ევროპის ჩემპიონატზე იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ვთქვათ მოსამზადებელ პერიოდში გამოიარა. პირველ რიგში გამარჯობა მივესალმები მაყურებელს. მეც MMA დავიწყე დაახლოებით 4 თვეა. ჩემთვის მთავარი мотиваცია იყო ილია თოფურია, მაგის შემდეგ დავიწყე MMA. მოსამზადებელ პერიოდს იდეალურად გავდივარ და რა თქმა უნდა ძალიან დიდი იმედი მაქვს ევროპის ჩემპიონატზე და რა თქმა უნდა ჩემი მიზანი არის პირველობა და მხოლოდ პირველობა. მოკლედ მე ეჭვი მაქვს რომ არაერთ საჩემპიონო კამარს ვიხილავთ ძალიან მალე. გიორგი, ბოლო პერიოდში ძალიან ბევრ მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლეთ. საქართველოში მსოფლიოს სხვა ქვეყნიდან არაერთი მებრძოლი ჩამოვიდა. ვიცი რომ საუბარი დაწყებულია უკვე
თითქმის დასკვნით ფაზაში არის UFC-ს ღონისძიების ჩატარებაზე. რისი თქმაც შეგიძლია გაანდე ჩვენ მაყურებელს, იმიტომ რომ ძალიან დიდია ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველა დაინტერესებულია, ყველა მაგის მოლოდინში ვარ და დიდი, მნიშვნელოვანი იქნება რა თქმა უნდა საქართველოში UFC-ს ჩატარება, ჯერ ქვეყნისთვის, ზოგადად ეკონომიისთვის, ჩვენი სპორტსმენებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც გულშემატკივრობს ჩვენ და სხვათა შორის ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს და საქართველოში ჩატარდეს UFC იქნება ძალიან ესეთი შტამპისდავი იქნება და მაგარი იქნება ძალიან და რაც შეეხება ამ მოსამზადებელი პერიოდს, მიდის მოლაპარაკებები თვითონ სამინისტროდან, რომ არის მისულები ვარ თუკი რაღაცა ეტაპამდე, რომ გადაწყვეტილება მალე იქნება უკვე რა. კონკრეტულად ზუსტად არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ სადღაც 80% უკვე გარკვეულია, რაღაცა ნიუანსები არის გასწავლილი კიდევ და ალბათ სულ მალე გაიგებს. მოკლედ ალბათ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ქართველი მებრძოლების ბრძოლის ჩანიშვნაზე და კი, რა თქმა უნდა. ამასაც ჩვენ მივადევნებთ თვალს. მე ის გადამჩენია რომ გისურვოთ წარმატებები, დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ კიდე არაერთხელ მოგვიწევს შეხვედრა სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიების მოგების შემდეგ, თქვენ გულშემატკივართა რიგებში შეგიძლიათ მიმათვალოთ და ვეცდები რომ მაყურებელს გავაცნო ყველა ის წარმატება, რომელსაც ქართული საბრძოლო ხელოვნება მოიტანს ამ პერიოდში. ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ყველა იმ სპორტსმენს მინდა წარმატება უსურვო. ჩვენ ქართული მებრძოლებს ევროპის ჩემპიონატი რა თქმა უნდა და წარმატებით დამთავრება, უნტრარულად დამთავრება და მედლებით ჩამოსვლა რა თქმა უნდა. კი ბატონო, უკვე მედლებით გელოდებით, მაშინ ის გამჩენია. გაიხარეთ. ისურვოთ ყველაფერი საუკეთესო ევროპის ჩემპიონატზე და ცოტა მოგვიანებით, როცა დაზუსტება UFC-ს ღონისძიების თარიღი, ამაზეც აუცილებლად ვრცლად მოგვიწევს საუბარი. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. მეგობრებო, მოკლედ მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის დაწყებულია და ჩვენც ის გადაგვჩენია 5-დან 15 თებერვლის ჩათვლით ბელგრადში, აქედან გავაგონოთ ჩვენს მებრძოლებს. წარმატებები ჩვენს ქართულ სპორტსმენებს.